ეს არის ნესტის შემწოვი პაკეტი, რომელიც შეგიძლიათ ჩადებინოთ ავტომობილში ამერიკიდან ტრანსპორტირების დროს. პლუს-მინუს ფასი არის $40. ეს ნივთი იცავს ავტომობილის სალონს. ამ ვიდეოში მოგიყვებით, რა ეტაპებს გადის ავტომობილი ამერიკის ავტოაუქციონზე შეძენიდან თბილისამდე ტრანსპორტირების დროს. დავიწყეთ. ჩემი სახელია ნიკო, ნიკოს რჩევები. პირველი ეტაპი. აუქციონზე ავტომობილის შეძენა. ეს იქნება კოპარტი თუ EI. მაგ დროს არის თავარი, სადაც იქნება კარგი ავტომობილი. მანდა შევიძინოთ, რა თქმა უნდა, და ამავდროულად ეს პროცესი არის დროსთან დაკავშირებული. ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ, ერთ დღეს შეიძენა ავტომობილს თუ ერთ თვეში, ამ პროცესს ისევ ვიმეორებ, ჭირდება დრო. კარგი ავტომობილის გამოჩენა ამერიკაში, რომელიც ჩვენთვის სასურველ ბიუჯეტში გაიყიდება. ეტაპი მეორე. ავტომობილის შეძენიდან უკვე warehouse-ში მოსვლა. Warehouse არის ტერიტორია, სადაც იტვირთება კონტეინერში ავტომობილები. სანამ აუქციონიდან მოვა warehouse-ში, ჭირდება შიდა გადაზიდვა. შიდა გადაზიდვა ნიშნავს ეგრეთ წოდებული ევაკუატორის მისვლა აუქციონის სადგომზე და წაყვანა უკვე warehouse-ში, სადაც ვირთავთ ავტომობილებს. აქ თან დაფაზე ამ პროცესს ვხატავ. ეს შუა მონაკვეთი არის ზუსტად ევაკუატორი. ევაკუატორმა უნდა წამოიყვანოს სადგომიდან მეორე სადგომამდე, სადაც იტვირთება ავტომობილები. ვიდეოში დროებზე მექნება საუბარი, რადგან ხშირი შემთხვევა, როდესაც ფოთიდან თბილისში ჩამოყვანას ჭირდება ერთი ავტომობილის 3 დღეც, თუ ერთიანი ევაკუატორი არ მოყავს, რა თქმა უნდა. ეს მასშტაბები, რომ ამერიკაზე გადავიყვანოთ, საკმაოდ დიდია. ამ შიდა გადაზიდვის გარდა ემატება აუქციონზე თანხის გადახდა, ამ თანხის ასახვასაც რა თქმა უნდა დრო ჭირდება და შიდა გადაზიდვაზე ვიტყოდი, რომ პლუს-მინუს 5 დღე ჭირდება. შემდეგი ეტაპი. როდესაც ჩვენი შეძენილი ავტომობილი მოვა უკვე warehouse-ში, ანუ სადგომში, სადაც კონტეინერში იტვირთება ავტომობილები, მან სურათდება. დასურათების შემდეგ ავტომობილი იტვირთება კონტეინერში. ამ პროცესსაც, რა თქმა უნდა, ჭირდება დრო. warehouse-ი, აქ პატარაზე კონტეინერი მივახატოთ, რომელშიც უნდა ჩაიდოს ჩვენი ავტომობილი. კონტეინერში ჩადებას რაც შეეხება, გამიქსვას ეძახიან, ხდება ეს რაღაცა. ერთ კონტეინერში იდება 2 სედანი, 2 SUV, ან 3 სედანი, 1 SUV. დამოკიდებულია ავტომობილის ზომაზე, რა თქმა უნდა. 2 S-კლას და 2 Cadillac Escalade-ს ერთად ვერ ჩავსვავთ ერთ კონტეინერში. პლუს-მინუს ვიტყოდი 7-10 დღე. კი ბატონო, უკვე ჩვენი ავტომობილი დევს კონტეინერში და რა ხდება შემდგომ? ესეც რაღაცა მომისმენია, რომ ჩემი მანქანა მიიყვანეს თუ არა პორტში. პორტში მიიყვანას არ ნიშნავს. ეს სადგომი ხშირ შემთხვევაში და ძირითად შემთხვევაში არის პორტთან მაქსიმალურად ახლოს, რომ ხარჯი არ გაიზარდოს. როდესაც კონტეინერი დაიდება დიდ ტრაილერზე და უნდა წავიდეს პორტში, რომელიც ასევე ახლოს არის, აი ეს ნახატი არის პორტი, ესე ვთქვათ, კიდე შემოვხაზოთ. სადგომიდან ხდება კონტეინერის პორტში მიყვანა, თან დავხატოთ კიდევაც, აქ უკვე იყოს გემი. ესე იგი, მივიდა პორტში, პორტიდან წამოვიდა და დაიდო უკვე გემზე, სადაც ძალიან ბევრი კონტეინერები დევს. აქეთ რო ვიყურებ, მაგის გამო ბოდიში, უბრალოდ სხვაგან ვერ დავამაგრე ეს დაფა და თან მინდოდა, რომ დამეხატა კიდევაც ეს პროცესი. ეს ეტაპები ახლა შევაჯამოთ. პირველი, ავტომობილის აუქციონზე შეძენა, შიდა გადაზიდვა ტრაილერით მოყავს warehouse-ში. warehouse-ში იტვირთება კონტეინერში ავტომობილი, კონტეინერიდან მიდის პორტში, პორტში უნდა დაიდოს გემზე. კი ბატონო, უკვე ვართ გემთან გაჩერებული. ამავდროულად შევაჯამოთ დღეები და დრო. პლუს-მინუს შიდა გადაზიდვა 5 დღე, პლუს-მინუს ჩატვირთვა 10 დღე, პლუს-მინუს პორტში გემზე დადება, ვერ ვიტყოდი, მაგრამ აი 3 დღე. ეს ზუსტად რა თქმა უნდა ამ ციფრებს ვერ იტყვი, იმიტომ რომ წინასწარ ყველაფერი იდეალურად არის, ძალიან რთულია, რომ არ არის ეს პროცესი Temu-ზე ან Amazon-ზე რაღაც ნივთის შეძენა, რომ თქვათ, რაღაც, აი ტელეფონია მარტივად აიღე და გააგზავნე. ეს პროცესი არის საკმაოდ დიდი, ამავდროულად მასშტაბებზეა საუბარი, ზომაზე. ავტომობილის არ არის პატარა ნივთი, რომელსაც უცებ ადგები ჩადებ და გაუშვებ, ესე ვთქვათ. ხშირად მომისმენი ავტომობილის შეძენის დროს, აი მეორე დღეს ზარი, რომ აბა ჩემი მანქანა სად არის? არის უკვე კონტეინერში, არის უკვე გემზე. ეს პროცესი არ მუშაობს. ყველაფერს ჭირდება დრო, მაგას მართლა რა თქმა უნდა. შევიხედოთ ავტოსერვისშიც დაგათვალიერებინებთ რა მანქანებს ვაკეთებთ ამ მომენტში. Tesla Model Y, Y და Hyundai Ioniq 5. Tesla-ს რაც შეეხება.
წინა მხარეს არის დაზიანებული და ამ დაზიანებას ვაგვარებთ, რომ ტექნიკურად გავმართოთ, ეკრანია გაფრჭებული, რაც შეეხება Ionix, უკანა სავალი ნაწილშია დაზიანებული, ამ მანქანას აკეთებს ლაშა. ჩვენ ავტოსერვისში ხდება ახალ ჩამოსული ავტომობილის პირველადი დახმარება, ტექნიკურად გამართვა, რომ შემდგომ ქალაქში და სხვადასხვა სერვისებში უსაფრთხო იყოს გადაადგილება. შემდეგი ეტაპი. რაც შეეხება ოკეანეს, როდესაც უკვე გემი დაიძვრება ევროპის რომელიმე პორტში, სადაც ხდება დიდი ტანკერიდან პატარაზე გადმოტვირთვა. გააჩნია რომელი შტატიდან მოდის გემი. ჯერსი, ფლორიდან, ტეხასი. ეხლა მაქვს საუბარი ამერიკის მარჯვენა მხარეს. კალიფორნია კიდე ცალკე ამბავი და ცალკე დროსთან დაკავშირებული პროცესია. კალიფორნიაში ზოგადად ძალიან კარგი ხარისხის ავტომობილებია, მაგრამ ჭირდება დრო. დროსთან ერთად ფინანსურად განსხვავებულია ამერიკის მარჯვენა მხარეს მდებარე შტატების. დღეს რაც შეეხება პლუს მინუს 30, 45, 50 და ასე შემდეგ. ჭირდება რომ გამოიაროს ამ დიდმა ტანკერმა ოკეანე. ოკეანის გამოვლის შემდეგ უკვე შემოდის ევროპის პორტებში, სადაც ხდება დიდი გემიდან პატარა გემზე გადატვირთვა. ეს პროცესი იმიტომ ხდება, რომ ჩვენთან ვერ შემოდის დიდი ტანკერი, ანუ ღრმა წყლოვანი პორტი ჭირდება აი ამ პროცესს. ამ პროცესთან დაკავშირებული დრო არის ამავდროულად დაკავშირებული სეზონთან. ეს იქნება ზაფხული, გაზაფხული, ზამთარი, შტორმი იქნება, არ იქნება და ბუნებრივი პირობებით საკმაოდ მნიშვნელოვანია და კავშირდება პირდაპირ დროსთან. პლუს მინუს გადატვირთვას 10 დღე, შეიძლება 20 დღეც დაჭირდეს. პატარა გემზე, როდესაც გადაიდება, ეს სხვადასხვა პორტია. ამის მოძიება, კი ბატონო, შეიძლება იტალიაში გადაიტვირთო, შეიძლება თურქეთში და ასე შემდეგ. პატარა გემი უკვე მოდის საქართველოსკენ. საქართველოში შეიძლება შემოვიდეს ფოთში, შეიძლება შემოვიდეს ბათუმში. ძირითად შემთხვევაში გემები იცლებიან ფოთის პორტში. ეს მე მგონი უკვე ყველა ვიცით, თუნდაც მანქანა არ ყავდეს ჩამოყვანილი, საქართველოში ფოთში იცლება ძირითად შემთხვევაში ავტომობილები ამერიკიდან ჩამოსვლის დროს. აქ ბოლოს დავხატოთ უკვე ფოთის პორტი. როდესაც ევროპის პორტიდან მოდის გემი ჩვენთან, მაგასაც რა თქმა უნდა ჭირდება დრო. 3 დღე, 5 დღე, 7 დღე და ასე შემდეგ. როდესაც ეს გემი მოვა ჩვენთან ფოთის პორტში უნდა დადგეს რეიცი, ან უნდა შემოვიდეს და დაიცალოს. პორტში გადმოღებას კონტეინერისას პლუს მინუს რაღაც გარკვეული დრო ჭირდება, ვთქვათ იყოს 2 დღე. პორტიდან შემდგომ უკვე მოდის ტერმინალზე. ტერმინალი რამოდენიმეა, JT-ია, ესპერანსაა და ასე შემდეგ საქართველოში, დასავლეთში, კერძოდ სამეგრელოში. ამ პროცესაც რა თქმა უნდა დრო ჭირდება. დროზე ძალიან გამახვილებული მაქვს ამ ვიდეოში ყურადღება, იმიტომ რომ ისევ გავიმეორებ ამერიკიდან ავტომობილის შეძენას, აი ამ პროცესამდე მოსვლა თეორიულად ესე რომ შევხედო, რა უნდა, მაგრამ პრაქტიკაში და ტექნიკური ხრივ მარტივი პროცედურა არ არის და ამავდროულად ისევ იმას ვიტყვი რომ დრო, კი ბატონო, მაგრამ ჭირდება დრო და მაგას ვერ უზავთ ვერაფერს. გადმოიტვირთა უკვე ჩვენი კონტეინერი პორტში, პორტიდან წამოვიდა ტერმინალზე და ტერმინალზე უკვე კონტეინერის გახსნა. შეიძლება ეს იყოს 2 დღე, 3 დღე, 6 დღე, 7 დღე, არ არის გამორიცხული ავტომობილის გახსნას, დატვირთვაზეც არის დამოკიდებული და ერთ-ერთი კიდე როგორ რაღაცა კონტეინერები ესე ხო არ დევს თქვათ, დევს ერთმანეთზე. შეიძლება ეს ჩვენი კონტეინერი და ჩვენი ავტომობილი ქვევით სუსუ ბოლოში აღმოჩნდეს და ზევიდან უბრალოდ დაილაგოს კონტეინერი. ამას ეს ქვევიდან ვერ გამოიხებ, რა ძალიანაც არ უნდა გინდოდეს, იმიტომ რომ ზევიდან სხვა კონტეინერი ადევს. ამ პროცესად ჭირდება დრო. 2 დღიდან 10 დღე, შეიძლება მეტიც, არ არის გამორიცხული. საუბარი არის ჯერსის მხარეს, რომელზეც მე პირადად ვამბობ, რომ პლუს მინუს 2-3 თვე ჭირდება ავტომობილის ტრანსპორტირებას პორტამდე. რაც შეეხება კალიფორნიას,
4-5 თვე. არ არის გამორიცხული, რომ 6 თვეც დაჭირდეს კალიფორნიიდან ავტომობილის ჩამოყვანას. მოვედით იმ ეტაპამდე, რომ ჩვენი ავტომობილის კონტეინერი გაიხსნა ტერმინალზე, რომელიღაცა X ტერმინალზე. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დაუკავშირდეთ ევაკუატორს, თუ ჩვენ გვინდა ჩასვლა პორტში, ეგ არის თქვენი ნება. მე პირადად თუ მკითხავს და ვინც მეკითხება, ყველას ვეუბნები. ავტომობილი არის უცხო, ავტომობილი არის ახალი ჩამოსული, ჯობია რომ დაურეკოთ, გავუშვათ პორტში და პორტიდან ევაკუატორმა ჩამოგვიყვანოს. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი თუ არის, შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ნახოთ, მანქანა გამოიყვანოთ, ამავდროულად ან მაგ პროცესს უნდა გეხერხებოდეთ იქ ხელის დასვრაც გიწევთ, რა თქმა უნდა და პორტს რაც შეეხება, მაგაზე ცალკე ვიდეოს გადაღება მინდა, რომ ჩავიდე და უშვალოთ აი ევაკუატორი რა პროცესს გადის, რამდენად მარტივია მაგის დანახება მინდა. მარტივი არის თუ არ არის, მაგ ვიდეოს მერე ვფიქრობ მაგას მიხვდებით რა პროცესის ჩატარება უწევს ევაკუატორის წყალს. კი ბატონო, ურეკავთ ევაკუატორს, ჭირდება მინდობილობა, რომ გამოგვიყვანოს ტერმინალიდან ავტომობილი და წამოგვიყვანოს თბილისში. მინდობილობას რაც შეეხება, ჩვეულებრივად ნოტარიუსთან მივდივართ, რომლის საფასურიც არის პლუს-მინუს 20-25 ლარი და გვაძლევს აი ესეთ საბუთს, აქ რაცები დაფარული მაქვს და აი აქ წერია ნომერი. აი პირველი ყდის სურათს უგდებთ ევაკუატორის მძღოლს. მარტივი პროცედურა ესე რომ ვთქვათ. ევაკუატორს რაც შეეხება, ჩემი პრაქტიკა და ჩემი რჩევა არის ესეთი, რომ მე თანამშრომლობ ავტოსთან. ავტოსთან დიდი ხანია უკვე 2 წელი ხდება, ძალიან სანდო, კარგი და ძალიან კარგი ადამიანია ავტო, ესე რომ ვთქვათ. ავტოს ნომერს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში, თუ ევაკუატორი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ჩემი რეკომენდაცია არის და ჩემი ესე უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი არ არის. 2 წელზე მეტია, ისე ვიმეორებ, რომ მასთან თანამშრომლობ და არანაირი დისკომფორტი და რაღაცა შემთხვევა არ ყოფილა ამ დროის განმავლობაში. ძალიან ბევრი მანქანა ყავს ჩემთან ჩამოყვანილი. რაც შეეხება დროს ევაკუატორით პორტიდან თბილისში ჩამოყვანას. თუ 2 მანქანიანია, უფრო დროში მალე ჩამოდის. თუ 1 მანქანიანია, კიდევ უფრო მალე ჩამოდის. თუ არის 5 მანქანიანი, 8 მანქანიანი, ამ ევაკუატორსაც ჭირდება, რა თქმა უნდა, შევსება. აქ თანხის სხვაობაც არის, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია ევაკუატორი, მით უფრო შედარებით მცირდება ავტომობილის ტრანსპორტირების საფასური პორტიდან თბილისამდე. მაგრამ დრო ჭირდება დიდ ევაკუატორს შევსება და შეიძლება 2 დღე, 3 დღეც ვერ წამოვიდეს იქიდან, იმიტომ რომ ეს უნდა შეივსოს და ესე ცარიელი წამოსვლა არავის არ უღირს და ამაში ვფიქრობ, რომ უნდა გავუგოთ ევაკუატორის მეპატრონეს, რომ აი ხა ჩემი მანქანა ჩამომივიდა და აბა 8 მანქანიანიზე მარტო წავიმიყვანა, ესე არ ხდება, აქ რაც ადამიანურიც არსებობს და ეს ვფიქრობ, რომ უნდა გვესმოდეს. პლუს-მინუს ვიტყოდი, გააჩნია რა ევაკუატორს ავიყვანთ 1 დღიდან 4 დღემდე. ესე ვიტყოდი. საქართველოს პორტიდან თბილისამდე ჩამოყვანას. ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერეთ ჩემ არხს და მოიწონებთ ვიდეოს. თლიანობაში ამ ვიდეოში ძალიან მარტივად ვისაუბრე ეს პროცესი, მაგრამ ისევ იმას ვიტყვი, რომ არის დროსთან დაკავშირებული, არის რისკებთან დაკავშირებული და სხვადასხვა პროცესებზე არის დამოკიდებული ავტომობილის ამერიკაში შეძენა და თბილისში ჩამოყვანა. თან ისევ იმასაც ვიტყოდი, რომ მასშტაბი არის დიდი, არ არის პატარა და მანქანაც არ არის პატარა ნივთი, რომ ეს უცებ გადაფუთო. იმასაც ვიტყვი, რომ ავტომობილის დაზიანებაც ხდება ტრანსპორტირების დროს. ესე არავის არ გვინდა, არც მე არ მინდა და არავის არ უნდა, რომ ავტომობილი გზაში დაზიანდეს, მაგრამ ესე ხდება ხან და ხან. იმედია ეს ვიდეო რაღაცა ინფორმაციას მოგაწვდეთ და დაგანახებდეთ თუ როგორ ხდება ავტომობილის ტრანსპორტირება ამერიკიდან თბილისამდე. ძალიან დიდ მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, გამოიწერეთ ჩემი არხი, ნახვამდის.